ვაიმე შვილო აღარ შემიძლია დავიღალე მაქსიმიჩკის ჭაბის მოსმენ დამაწყდა ნერვები წაეთრიე გაყოჩილები იმეცადინე დავიღალე უკვე ჩემს სახში ზემიც გავიღალე მიჭამია რა არა ერთი რა არის ძალიან მაინტერესებს სათო მარტინი არა რა გემოსადან აი ძალიან მაინტერესებს უნდა გავსინჯო რა მოლში მესადინეო დედა რას აკეთებ აუ აღარ არის რა როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შვილო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რა რაჯერად მაგიდა გამაგებინე აღარაფერი ესე იგი სულ გამოგივიდათ 10 ლარი და 25 თეთრის ქეშტიხდი თუ ბარათით უკაცრავდა ნუ ქეშტიხდი თუ ბარათით იცით რა ის მეგობრე ხალხი დგას ხო რიგში გელოდებათ ანუ გადაიხდით თუ რა ვქნა ეხლა კი კარგი თქო დროზე ქენით ოუ სანდრო წვენი გინდა ხოდა მოეთრიე მაშინ მოდი მოდი მიყურე ვახავე ხაო შეხედე ერთი ორი ხომიყურე შეგავსო ეს არის 4 ნახევარი შენ არის 5 არა შენ იყო ეს უზადად გეუნები ჩხუბეთ გავიგებსა გადი ხა სამაინტერესო ძროს გადი აუ აშ მოდი აქ დედა კოვიდი აი კოვიდი ხოსო გამარჯობა ბატონი ლუკა აბესაძე ხო როგორც მივხვდი დიახ ექიმო ექიმო რატომ ესეთი ხოლება კოვიდი მაგ ეხოწებთ არ დამიმაგოთ რა არა ბატონ ლუკა მოგეშინიათ თქვენ კოვიდ პასუხზე იყო ტესტი უარყოფილი უბრალოდ ანუ ეს ხელებას არის კიბოს ბრალი ფილტვების და კიდევ C ჰეპატიტი შიცი და წველი ფაღარათი ნუ ხელ და შეიძლება გარეთ მეგობრებთან გავიდე კი პრობლემა არა უბრალოდ ვისთანაც მითხარ მათი სახელები მითხარი გვარები როდის ბრუნდები რეგისტრირებული მისამართები ფაქტიური მისამართები პირადი ნომრები მართვის მოწომა დაზღვევის ნომრები ინსტაგრამები ფეისბუქები საბანკო ისტორიები სახლი დაასუფთავე დავალებები დაწერე შენ ძმას მოიხმარე დავალებების დაწერაში და რუსთავის მოიხმარე ვეფხისტყაოსანის დაწერაში მასწავლებლები ამერიკაში კარგი აბა ჯეიმს მიდი წამიკითხე რა მოიძიე კარგით მითერ კლარკ ველსატოშლი როლში მიწერია ველში გიწერია კი მაგრამ შვილო სკოლან მისთვის დაგირიგა კომპიუტერები და პლანშეტები რო ჩაიწეროთ ხო ან საერთოდ 21 საუკუნეა ვიღაწერს როლში კი მაგრამ როლში მაგდენი წერას არ გირჩევიათ რომ პირდაპირ ტელეფონში დააკოპირებ და ჩასვავ რა ეგ არის 2 წუთის საქმეა ნუ კაი ეხა მიდი წაიკითხე მაგრამ შემდეგში იცოდე და მასწავლებლები საქართველოში შემდეგ გაკვეთილზე მოგცა ტელეფონის ხელში ის უფლება საერთოდ რატო გეჭია ხელში ტელეფონი ას დროს ნახულობდი უბრალოდ ვაიმე რაში მაინტერესებს საერთოდ მაგას რომ მეუბნები ვინ იკითხა მას თქვენ არ ეკითხეთ წერა რატო გეჭია ტელეფონიო დავაგე ეს ობობა აჰა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო დავაგე ეს ობობა აჰა მოკდა ჩამოგივიდა სანდრო
ამერიკელი ბავშვები. მოკლედ, ეხლა მოდი ჩემი დაბადების დღე, ხო და დაბადების დღეს მინდა iPhone 13 Pro Max-ი, Lamborghini და ახალი ვერტმფრენის რაღაცა მოძველებული ჯანდაბად მინდა. ასევე მინდა ახალი თვითმფრინავი, ოქროსი რა თქმა უნდა, მინდა ახალი სასახლე, ეგეც მთლიანი ოქროსი, მინიმუმ 1,000,000 კილომეტრი კვადრატი რომ იყოს. ანუ ასევე მინდა $1,000,000, $1,000,000 მინდა, ტრილიონი, ვაფშე ყველაფერი გაცასებო. გასაგებია. ძალიან კაი, არ იქნება გასაგები და გიჩვენებ დამოყობ ციხეში თავს. ჩემი ბრალი არ არის გინაცვალე. და ქართული ბავშვები. აუ დედა, დაბადების დღისთვის მინდა ახალი მე Wednesday-ის ყურების შემდეგ. ვა, ლუკა, როგორ ხარ, აშვები? მას, მე მგონი ლუკას რაღაც ჭირს. ლუკა, რა დაგებართა ბიჭო, რა იყო? არ ვიცი, ამ ბოლო დროს ხილვები დამეწყო. უეცრად მოდის და ელექტროშოკის თერაპიას გავს, მაგრამ სასიამოვნო წვის შეგრძნების გარეშე. რაიო? ვერ არის ეს რა. მას რატომ მიწერია ტესტში 9-იანი და არა 10-იანი? ვაიმე, ლუკა, 9-იანი მიიღეთ, რა დამეწერა? თქვენ ალბათ ის თვითმარქვია დედოფალი ფუტკარი გონიათ თავი, არა? საინტერესო ფაქტი გითხრათ ფუტკრებზე? როგორც კი ნექტარს მოაძრობენ, კვდებიან. აუ ლუკა, ჩემა დეიდაშვილმა იცი რა მაგარი სათამაშო მაჩუქა? აუ გინდა გათხოვ, აჰა დაიჭირე. ფერებზე ალერგია მაქვს. ლუკა, რა ცეკო კი, მაგრამ ბიჭო ეს აჭარულია. მაგ ზაღლისთვის გააკეთე პედიგრის ყინულებიო. ლაკი. პედიგრის ყინულები გინდა? კიო, წავედით. ეხლა ის გადაგჩვენია რამდენიმე საათი დაველოდოთ. და როგორც იქნა გავიდა ეს რამდენიმე საათი, ნახოთ. ეს მაგარია. ფუ, ხახო, რაღაცნაირად მოყვითალო ფერისა და რა თევზის სუნია თუ რა არის ეს. არ მოსწონს სამწუხაროდ. ბარემ ინსტაგრამზე დამაფოლოვეთ ხალხო. აჰა, სულ დაიწყო ფილმი, დაიწყო. მე რა არის? ამ თორის პაპას მართლა ამხელა ტრაკი აქვს თუ ბალიშვები აქვს ჩატენილი? ეს მეკითხე, მე საიდან ავიცოდე, ბალიშვები აქვს ჩატენილი თუ მართლა ამხელა ტრაკი აქვს? ისეთი სისწრაფით მიდიან ეხლა მაგალითად მე მგონი ხიდიდან გადავარდებიან. თან ხიდი აქვს გასავლელი. გადავარდებიან ხიდიდან. და მე საიდან დავიცოდე კი მაგრამ მეც ეხლა ვუყურებ. აუ ესენი მართლა ამხელა შენობაზე არიან ასულებით ფოტოშოპია? არ ვიცი ადამიანო, არ ვიცი. ვაუ, კიდე ნეპარება. აუ ზოგში ხო ჩაარტყავს დანას. მე არ ვიცი, მეც ეხლა ვუყურებ ხო? ვაიმე, არა, ამათმა ისე შეხედეს ერთმანეთს, აი ქორწილი გარანტირებული. აუ მე შეიძლება თუ ამ თორის პაპას ტუჩები აქვს დაბერილი? არა! აუ ეხა შენი აზრით ეს კაცი რომ პაკაჩი ჩამჭარიყო. მე ჯიჯვლები მოტყდებოდა თუ ნეკნები. მოკვდა! ისე ამ ციხეებში ტუალეტები აქვთ. ციხეებში როგორ არ ექნება ტუალეტები ციხე? გამომივიდა ეს ბლონდი, ხო, ბლონდი იძახე. ბლონდი კი არა საღებავია ეს. გეხოცები მოკეტე რა დამაცადე ფილმის ყურება. ხო ხედა უყურებ მეც, ჰე. აუ ეხლა ამ ბავშვმა რო შუა კლასში გააკუოს, რამდენს ვიღადავე. მასწავლებლები წლის ბოლოს. მას ეს რამდენი ფურცელია, სულ უნდა დავწერო? რა არის, რა გაგიკვირდა, ძალიან მაინტერესებს. 500 ფურცელია მარტო დასაწერი, მეტი ხო არ არის. უი, ხო და გვერდზე რო გიდევთ 600 ფურცლიანი წიგნი, მაგას წაიკითხავ და აქვე დამიწერთ არგუმენტირებულ ესეს. მას და ამ ყველაფრისთვის 40 წუთი გვაქვს დრო? უი, ხო, პრინციპში მართალი ხარ შენც. 40 წუთი ძალიან ბევრია. ნახევარი საათი გაქვს დრო. აგით ამას 0.000 ერთ წამში რო გავცე ყველა კითხვას პასუხი, ნახევარ საათში მაინც ვერ დავწერ. უკვე 25 წუთი. მას 25 წუთში რა წიგნი უნდა წავიკითხო? 2 წელი 100 გვერდიანი წიგნი ვერ წამიკითხოთ? 20 წუთი. ხო და ბავშვებო, აქვე დავამატებ რაღაცას, რომ 2-ზე მეტი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვთ. ვინც 2-ზე მეტ შეცდომას დაუშვებს, კლასში კი არ ჩარჩება. მე-5 კლასში გადავა ავტომატურად. უი ლუკა, შენ უკვე შეგიძლია ჩახვიდე მეორე სართულზე, დაუმეგობრდე მე-5 კლასელებს. ხო რავი, მაინც მომავალ წელს გატარება ერთად მოგიწევთ. რაიმე, რა სასაცილოა, როგორ გამეცინა? 15 წუთი.
აი ზარის დროც მოვიდა. მოიც რა? აბა დროზე ჩამაბარებ ტესტები. დროზე. თუ სუნთქავს სასტრაფოდ შეწყვიტეს სუნთქვა. ეხლა გეტყვი რატომ? მაგალითად ანუ როცა ადამიანს სუნთქავს, მე ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე. რა და მაგალითად ჩემი ძმა გვერდზე მიდგას და რო სუნთქავს რა. ანუ ნერვები მეშლება, რა გავაკეთო და ანუ ბევრ მშობლებს ეშლება ამ ყველაფერს ნერვები რა. და ანუ მშობლებს თქო ძალიან კაი სმენა აქვს. მაგალითად მე რო 2 კილომეტრის მოშორებით რაღაცას გავტეხავ, ჩემ მშობლებს ესმის და მეჩხუბება ხოლმე რა. და ანუ ესე მაგალითად ბავშვმა რო ამოისუნთქოს გაკვეთილზე, შეიძლება მშობლებს მოიშალოს ნერვები, შემოარდეთ გაკვეთილზე და ჩხუბი დაუწყოს. ამ ყველაფერს ვიღაც გადაიღებს, შემდეგ ატვირთა სოციალურ ქსელში და ეს ყველაფერი მივა დირექტორის ყურამდე. შემდეგ დირექტორი შემოვა კლასში დაიწყებს ჩხუბს, რომ რატო უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი გაკვეთილის პროცესშიო და ამ ყველას ექნება ცუდი ავტორიტეტი. შეიძლება სკოლაში აღარავინ აღარ გადმოვა და ყველა გადავა ამ სკოლიდან და ეს ყველა დაცარიელდება, ამ სკოლას დაანგრევენ, იმიტომ რომ ანუ აღარავინ აღარ იქნება და რა აზრი იქნება და ყველა სკოლაში განმეორდება ეს ყველაფერი და ყველა სკოლას დაანგრევენ და საბოლოოდ სკოლები რო აღარ იქნება, სწავლაც აღარ იქნება და ხალხი იქნება განუვითარებელი, ანუ სწავლის დონე დაიცემა ნულზე რა. და ევროპაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში, სადაც არის შობადობის დაბალი მაჩვენებელი, ანუ ხალხი არის განვითარებული და სამსახურები აქვს და ძირითადად არ ცალიათ ხოლმე ბავშვების მოვლისთვის და აფრიკაში და ცოტა განვითარებულ ქვეყნებში ცალიათ ხოლმე ანუ ბავშვების მოვლისთვის რა შობადობის მაღალი მაჩვენებელი და ხალხი როცა განვითარებელი იქნება, არ იქნება მედიცინა, არ იქნება პროგრამირება და ანუ ძირითადად იქნება ვაჭრები რა. და შეიძლება მისად ბავშვების მოვლისთვის დრო დაჭირება და ბევრი ბავშვები ეყოლება და შეიძლება მისად დედამიწაზე ანუ ძალიან ბევრი ადამიანი იქნება დედამიწაზე რა. და ანუ დედამიწაზე აღარ იქნება მაგდენი რესურსი, რომ ამდენი ადამიანი გამოკვება და ჩამოვარდება შიმშილი. ბევრი ადამიანი დაიხოცება შიმშილისგან და ანუ უცოდინურები იქნებიან, ანუ შეიძლება ინფექცია შეიჭრას ვიღაცას და ამ ინფექციამ მუტაცია განიცადოს და დაიწყოს ომი აპოკალიფსი. შემდეგ ყველა გადაჭამს ერთმანეთს და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება რა, უკანასკნელი ადამიანიც კი მოკვდება და ანუ დედამიწაზე ხალხი აღარ დარჩება და ამ დედამიწას რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეიძლება დაიწეს ასტეროიდი და ვაფშე განადგურდეს და ვაფშე აღარაფერი აღარ იქნება. ამიტომაც თუ სუნთქვა, სასტრაფოდ შეწყვეტეს სუნთქვა, იმიტომ რომ ეს შენი სუნთქვა შეიძლება გახდეს დედამიწის გადაშენების მიზეზი. გმადლობთ ყურადღებისთვის. ესე იგი ვიდეო ვიგდებოდა ვიღაცები აშენებდნენ ამ წრეებს ჩიფსების გამოყენებით. ვიფიქრე მე სხვა რა ვაშენო მეთქი. წინასა გაგაფრთხილებთ რომ ძალიან სუსტი ნების ყოფა მაქვს. ხო და ვიცი რომ ჩემ ნერვებს აიღებს ამის აშენება, მაგრამ anyways ვცადოთ მაინც ჩვენი ბედი რა თქმა უნდა ჩიფსებთან ერთად. გონი უნდა მეყოს. გავაგრძელოთ ამით აშენება. ჯერჯობებით აქამდე ვართ მოსულები. ახრიდან დავიწყე, იმიტომ რომ არ გამოდიოდა. არა. ცდა ნომერი აღარ მახსოვს. აუ რა დავიღალ. აი აშენება არ გამომწდა, გემრიად მაინც შევჭამ. მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი დღეიდან ვიწყებ no sugar challenge-ს, ანუ არანაირი შაქარი არ უნდა მივიღო მთელი 2 კვირის განმავლობაში. Let's begin our journey. ჩაიში ვიყრე ხოლმე 60 შაქარს და დღეს პირველად ვსინჯა უშაქრო ჩაის. ბურაზოის ღრობა. ნახეთ რეები მოიტანა გამაჩენო. რა მაიძა შედავრო. ხალხო იმაზე ბევრ რთული აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ანუ ყველა ნერვს მიშლია და ჩემ თვალწინ ჭამენ მაინც და აი მეგობრებო, როგორ დუდღნია ჩემ თვალწინ კარფურს ვლინებს და გაყინს და რაღაცებს. ამ დროს მე ვაშლი კარფურს შევედი ერთი ვაშლის გამო. და მეგობრებო, ამ ყველაფერს თავი რო გავანებოთ, ვამჩნევ რაღაც ცვლილებებს. მოკლედ ანუ იმის ხმა მინდა რომ სანამ ამ ჩელენჯს დავიწყებდი, დიდით რო დავლევდი ჩაის, მაგალითად 5-6 საათამდე წყალს საერთოდ არ ვსვავდი ხოლმე და ეხა პირიქით, ერთ საათში მარტო 2 თერმოსი წყალი დავვლი, ანუ ძალიან ხშირად მიდება. აუ დავანებე თავი დამაცადე. მოკლედ მეგობრებო, მინდა გითხრათ რომ ჩელენჯი არის ოფიციალურად გაუქმებული. კაი მესმის ნაყინების, კაფეტების და სნიკერსების გარეშე გავძლებდი ეხა როგორღაც 2 კვირა, მაგრამ ანუ საჭმელების უმეტესობა შაქარი აქვს. პურსაც კი შაქარი აქვს და ანუ გამოდის რომ მთელი დღე არაფერი არ უნდა ვჭამო და ამის გამო ვარ მთელი დღე უხასიათო და უენერგიო და ეხა მე საბეცადინო მაქვს, მაგის თავიც კი არ მაქვს მე. ანუ კი ვჭამ ხალხო ჩვეულებრივად კი არ ვშიმშილობ, მაგრამ შაქარს აქვს მთელი კალორიები და ეგ თუ არ მივიღე რა. ნუ ეს ჭიქის ნაყინი იდეაში ცივი ყავისთვის ვიყიდე, მაგრამ ვეღარ უძლებ და რა ვქნა. 2 1 რა ტობილია. ვაიმე როგორ მომიატრა შაქრის გემო. ესე იგი თმების შეიჭერი და 50000 ლაიკი გარანტირებულია. არ ვიცი შევიჭრა. მინანება თან. აუ ხახო ერთი 50000 ლაიკი არა უვიდეს. აი არ ვიცი რას გისწავ. შევდიბრა. Was at this moment that he knew he fucked up. მოკლედ ხახო შევიჭერი ეხლა თმა.
ნახო და მოკლედ ახლა წავა და ვნახავ ყველას რეაქციებს. მოკლედ მეგობრებო, ახლა ვნახულობთ ბიჭყლას ჩემის და ჩემი ბიძაშვილის რეაქციას. შეიჭერი ბიჭო, იცის ნინო. არა. ძალიან გიხდება შენ. მადლობა. იმიტომ იყო. რას გავხარ? დედილი ხარ. დედა არ მოგწონს. დედა. გზელი თმა უფრო მომწონს. და მე რომ აუერთოთ მე გავან. ხო. დიხარში საქონელო შედა დროზე სახში მოეწიმა და არ მომიყვანოთ მე ვიტარ გათორიოში მეც მიყვარ ხარ კი. მე ძიძღები უის ლაპარაკები? დედა ჩემია. აუ მართლა ჩემი გამოკითხვა გადაეცი რა. დედა ელენემ გადმოგცა მოკითხვა. აგელენე ჩემგანაც გადაეციო. აი ხლა დროზე ადექი კაი, აბა წავედი ახლა მე, ხო? კაი, აბა მიყვარ ხარ და კარგად. არა მომიყვა აუ, ის შეა ტელეფონი გააქვს. აგიცა ვერ გავიგე? მე რა ტელეფონი მაქვს? მე რა კითხო რა ტელეფონი უნდა მქონდეს, iPhone, obviously, like. iPhone მაგარია. აუ, ისე შეა ტელეფონი გააქვს, Samsung-ი. ხო რა, Samsung-ი მაქვს, არ გჯერა? აჰა, მოდი გამომართვი. რა გააკეთე? სად არის? რა იდიოტი ხარ, ალერგია მაქვს Samsung-ზე. მე რა გჭირს, ხო კარგად ხარ? მომეც საერთოდ ეს ისე გოგო შენი შვილი რა შრომა? რა ვიცი, ურულოგთან მყავს წასაყვანი. მოიცა ურულოგთან რაღაცზე. გოგო ღამღამობით ეპარება ხოლმე ფისები და ეტყობა რამე ანთება არ იყოს დასული. დედა, Facebook-ზე ატო დადი რომ შეყვარებულმა მიღალატა. რა მოხდა მე? რას ქვია, რა მოხდა? ბარე მისის დადი რომ Spider-Man-ის ტრუსი კი მაცვია. უი, კაი გამახსენე, მოიცა. ხო გოგო, ანტიდეპრესანტებზე ყავს ბავშვი ეხლა. ყოფილმა დაადო და. მე გაჩუმდი ხო დედა. ხო და 50 მილიგრამიაზე ხوار გადავიყვანო მეთქი. ხო და ესე რა. ხო გოგო, ამასაც რაჩვევა აქ ესე ღამე უნდას კი არ ჩარეცხოს. ისა ხმაურზე მოსწრებს გაიღვიძებათო და მეშინიო და ყოველდღე რომ გავდიო დედა გადახართ ხო. აი მე მოკლედ გავიდა ორი დღე რაც ბატიპუდის მარცვლები მაქვს წყალში ჩადებული და დროა უკვე დავუკოთ. კი არა და დავთესოთ. შემდეგ დავიწყე სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი ამ პროცესს რა ქვია, მიწების გადმოყრა თუ რავი რაც არის რა. და დროა უკვე დავთესოთ ჩვენი ბატიპუდის მარცვლებიც. შემდეგ გადავწყვიტე რომ ცოტა სასუქი დამემატებინა, მაგრამ როცა გავაანალიზე რომ სასუქის სინამდვილეში ძროხის ფუნა, მაშინვე გავიქანი და ჩავიწვი ხელდასმანები. ბოლოს გადმოვტკეპნე ეს ჩვენი მიწა. როგორც კი დაიწყებს სიმინდი გასდას, მაშინვე გავაკეთებ აპდეიტს. აბა კარგად. დედა, ბიზნეს შეხვედრა მაქვს ონლაინ და სკამი მომიტანი რა. ახლა მე მოგიტან. შეხედე? ჯერ არ შემოსულა და უკვე ოჯახს მირევს. ანუ, შენ გინდა თქვა რომ ძლიერი ხარ, ხო დედა? ცუდი იცი რა არის ჩემო ლამაზო? შენ მე არ მიცნო. იცი რა? ჩემო საყვარელო? იცი რა გიგედა? ეგ სავარძელი არ უყვარს ჩემს შვილს. ჩემს შვილს უყვარს ეს დივანი. აუ, თაფლიან ჩაის კიდალევდა ახლა ისე კაც. ჩაი? ახლა გავაკეთებ. როგორ მიყვარს ჯანსაღი კონკურენცია? როგორ მიყვარს შაჰმატს რომ ეთამაშებიან? თქვენ მე არ მიცნობთ, ჩემო ლამაზებო. მე განახეთ როგორი უნდა იყოს ხარისხიანი ჩაი და უნაკლო თაფლი. და მე დოდეთ ერთი წუთი. ეს ერთი. ეს ორი. ეს სამი. მინდა შევეხო ძალიან სენსიტიურ თემას და შეგახსენოთ, ვინც მე მებლატავებოდა, მე დერსკებოდა. სამუდამო სამფლობელო დღეს კუკიაზე აქვს. ასე რომ? ხო, ერთი ადგილი კიდევ შემონახული მაქვს ზოგიერთებისთვის.
მოკლედ იყიდება ეს სახლი, სხვათა შორის ამ სახლში 7 ოჯახი ამოწყვიტეს, აი ზუსტად აი ამ ოთახში 3 ადამიანმა ჩამოიხშვა თავი. ასევე დაფიქსირებულია სხვადასხვა პარანორმალური მოვლენები, ნუ საგნები თავისით მოძრაობენ. So, ყიდულობ! აი შულა გვიანია უკვე დაწექი დაიძინე. ნახე მამა, იქით კუთხეში რაღაც მაღალი კაცი დგას და ხელს გვიქნევს. მოიწე საწავლა. რასი არა მე ამ სახში მე 2 ფეხი მოვდგა. And I work like a dog day and night, living off a coffee from a pot none of you want to touch. აუ შვილო 2 წუთი აქ დამილოდე, პურის აღება დამავიწყდა. ხო 2 წუთი მოვალე ხავე. აუ კაი ოღონდ მალე მოდი რა. როგორ აკეთებს ნორმალური ადამიანის საჭმელს? და როგორ ვაკეთებ საჭმელს მე? ესე იგი, მოვეგზავნოთ. როგორ იხსნება? აი. აუ, რა ვერ მოიხარშა რა. ბედა, კვერცხი ვიდეოს მაგიდაზე და არ იხარშება ცოცხალი თავი, დავიღალე რა. ცეცხლზე უნდა დავდო, ცეცხლზე. მაგრამ ცეცხლი სად არის? მოდი ასაც მოვიდა. გას ქურაზე? ხო, აუ და ის რა მაგიზებს? ეს რისი კვერცხია? ქათმის? ხო რა ვიღაცაც როხის უნია, მე როხის ხო არ არის თქო. ხო, არა, იცი რას ვიზავ? ბალიშის ქვის დავდებ ამ კვერცხებს. ხო და ვნახოთ რა გამოიჩეკება. ხო, ვაიმე რას მიყვრიხარ ძალიან მაინტერესებს, არა გასულენი. ძალიან ჭკვიანად ვიქცები. ეხლა დავდებ ხო? მანამდე სხვა რამე შევჭამ. გამარჯობა, რას მიირთმევთ? დიახ, ცეზარს ავიღებ ერთხელს. კარგი, დაახლოებით 15 წუთში მზად იქნება. დაინახე? რა უნდა დამენახა? ტიპი თვალს ვერ მაშორებდა, თვალებში მიყურებდა მთელი 3 წამი ხო არ გადაო. აბა შენ გილაპარაკებოდა და კიდევ ხوار შეხედავდა. რა იყო გშურს? რა? შენთან არ მოვიდა და ჩემთან მოვიდა პირველი. ეგ ვაფშე რა რა შუაშია. ვსწრებ, ყველა ჩემს ავით ლამაზე ვერ დაიბადება. დაინახე, რა უნდა დამინახა? და უსახკაროთ ხო ფული? და რა ამერე? რა სოხდები ესე იგი უნდა რომ მიუსულიყავი და ფული ჩამეგდო რომ მასთან უფრო ახლოს ყოფილიყავი. ანუ ფარებად ეგ და ქორწილი გადამიხადა იმას შეყვარებულია ჩემზე ტიპი. არ შემიძლეს დესპერეთ ხალხი რა. დაინახე. რა უნდა დამინახა? ტიპი გიჟდება ჩემზე. Slay girl. ძალიან მაგარი აუთფიტი გასვია. მუსიკაზე ვაგვირდებ რა. ათვისო კაცი? დათვი რა თქმა უნდა. უბოდიში. როგორ მაძინებდნენ პატარაობაში? უი ბებო 11 საათი დაწყებულა, გვიანია, მოდი დავიძინოთ ხო ეხა? აუ არ მინდა დაძინება რა, არ დავიძინებ. ვაი, აი ძალიან კარგადაც დაიძინებ რა. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ მაინც. აი ეგრე ხო? აი მე გუდიანი რომ მოვადე, რომ შეგჭამს, მე არ დამაფრავო. ძლივს არ დავაძინე ეს დეგენერატი ეს. ლუკა! რა გინდა? დედა! მე რას მეძახი ვერ გავიგე? დედა! აუ რა ასა მეძახი დედა რა გინდა?
რავი შულო ისე შემოგძახე უბრალოდ არ შეიძლება? ეს ბავშვი თუ გამოშტირდა მე მგონი რეიბსებს თორიზე იმე მას კიდე ტელეფონი უჭირავს თუ აი როგორ ამშურს ნაირას მშობლებისა რა ბალხსა 24 საათი ხელში წიგნი უჭირავს ტელეფონს განაიღებს რომ ხარობენ მაგის მშობლები შე კიდე ვერ დაგაგდებიდე ეგ ტელეფონი და ხალე რომ მარტა და მარტა უკვე ხელში მოვიდა და აჰა სო ეს იგეს მოვიჩი დედა ამ კვირაში უკვე მეხუთე წიგნი დავამთავრე და რა გიყო ეხლა მე დაში დაგიკრა დებილი ეს შენ მაგნიტელი ის გირჩენია მოეთრო და მაგიდის გადადგმაში დამეხმარო ხო სანდრო ნახე უნდა დავშორდე თუ მომწერა მე რა გიხარია და დამშორდე და მიყვარხარ არის ორივე ცხამარცვლიანი მინდა მიოყო შენი აზრით სანდრო ნახე არაფერი მე რა და ის სხვა არაფერი დამთვლიდა ესე იგი ნიშანი უნდა მივწერო ნახე სამი კვერცხი და რა და მალე ხო სამ ადამიანთან მიღადა და ესე იგი კიდევ უყვარვარ ნახე ვენტილატორი მიბერავს მე რა და იგეთ სხვა მოდულს ძალიან უბერავდა აუ უნდა მივწერო ჩემ ტელეფონს სადო ნახე კაცი ძით მე და მამამისი თხორ ზეზია წასო როგორ იღვიძებს მამაჩემი გია რა იყო შულო რას მაღვიძებ რა გინდა და როგორ იღვიძებს დედაჩემი დედა რაჯერა მაგიდა გამაგებინე აღარაფერი აჰა ესე იგი ბებია ჩემი ღვინის საწურავ აპარატში საწნახელში ჩავაყოლე პაპა ჩემი პადვალში მყავს დამწყდეული ჩემი ძმა ძირს დავაბი და მე ზემოდან ძროხებით გადაუარე ძვლები დაუმტვრიე ესე იგი ჩემი მშობლები მეშოკაში ჩავსვი და მე ნაგვის მანქანას გავატანე ნუ დაწავდნენ უკვე ესე იგი ვიცოდა ჩემი საერთხი მანქანაში შევაგდე და დავახჩვე ბიძა ჩემი ხორცის საჭირო მანქანაში ჩავაყოლე და მე ზევიდან ტრაქტორით გადაუარე და ჩემ ბიძაშვილებს თვალები და ყურები დავთხარე აჰა ვსო ეხლა ვეღარავის ვეღარ დაურეკავს და დაიბარებს ჩემი მასწავლებელი ძალიან კაი ვაიმე ჩემი ძაღლი დამავიწყდა გადახო გინდა აუ ხო მიდი მანახე რა ლუკა ალო და ბანზინტედი და რა მისაკ ბანზინტედი შენ გაქვს აი ალო მოვიდა მაგის გამოიყოს აუ რა კაი შევალი გაცვია ოდისაციალოთ მოიცა ტუტორიალს უყო YouTube-ში ეჭვი რა მოიცა აბა ვიცი რეალიო აუ სო დავმოყვა მე ცხინავ ჩქაი სად ვიდიხარ ლუკა ესე და ხო უი აი რასაკე რას სალამი რაშვები როგორ ხარ? კაროჩე დღეს ვაპირებთ ბიჭები გასვლას რა ხო და ხო გამოხვალ შენც? Hi Queen, რაშვები, კაროჩე ბიჭები ვაპირებთ დღეს გასვლას რა და ხო გამოხვალ? მოვიცა ხელხა ჩავწერ. კაროჩე TikTok-ში რა დღეს ბიჭები ვაპირებთ გასვლას ხო და ხო გამოხვალ? თან რაღაც გოგოების თემას გაიჭითება რა ხოაზე ხარ? აუ მე მგონი დამეკრაშე. My don't know that he's getting hot at the body shop. Просто, აუ რამაზი ვარ. აუ ხო რა დაუპროს, აი რამაზი ვარ, პროსტა, როგორი გამოყანილი და რამაზი სახის ნაკუთები მაქვს, როგორი პაპუკი კანი მაქვს, პროსტა, ანუ თემ სოფლიოში. ჩემზე რამაზი, ვინმე არსებობს საერთოდ? ანუ მე თემ სოფლიოში მაქვს ყველაზე რამაზი. და მე უყარდი სამიყავი, პროსტა, ანუ აქ დიგავდიოდი ეს და ავიცოდი, რომ ეს რამაზი ვიყავი, ანუ შანსი არა, პროსტა. ვაიმე, რა რამაზი ვარ.
ესე იგი ფესვი 16 შეფარდებული, 4 ფესვი 5 მიმატებული, 3 ფესვი 6. გამოგავ ეს აბლაბუდები და ჭირი შეკიდე რა. აუ კიდე ღია დამიტოვა ეს კარები რა. წაიღეს უკვე. არა, ეხა ნახე ამას რა უყო. ოი რასაკეთე. ძლივს არ დავისვენე კი, მაგრამ აქამდე სად ვიყავი? ხო ხედავ ადამიანო, მოვდივარ, აი, მოვდივარ, რომ ხედავ, ანდა დაიწვა, ანდა დავატარო, ჰა? Taşı, taşı, debilo, samoha, kamuş debilo, mahijo, bilo. Amis bir danilo device. Taşı, kasani ya. მე საშიში ფილმის ყურების შემდეგ. დაიწყო ამ ბავშვის წევრა. აჰა. არა, დიახ, გეხოთები რამე უქენთ ამ ბავშვს. ამ ფსიქიატრიულში გადაიყვან. იცით რა, მოგისმენთ რა ყველა ყურადღებით. მე უკვე ვარ დიდი და ვარ დამოუკიდებელი, ხო გესმით? დამოუკიდებელი. და შემიძლია რომ ჩემ თავს მე თვითონ მივხედო. მე გავაკეთე ყველაფერი. რა ქვია, მე მოვაგორო ჩემი პრობლემები და ბავშვი არამის დახმარება არ მჭირდება, ხო გაიგეთ? და საერთოდ ახლა საშუალო გადავიდე საცხოვრებლად, მარტო. ვაიმე, დედა, ვაიმე გეხოთები მოდი რამხელა ჭიაჭვლა გადის რა. აუ დედა, ვერცხი როგორი ხარ შეგოდა? ვაიმე დედა, თითი გამიჩერი მიშველე. აუ დედა, მშია. დედა. ლუკა. აუ ტყევალი წამოიღე რა, გეხოთები მათი ვარ შიდევს. კაი. შემჭამა რა. დამეხარა თვალები არ გეოს დედა და რა გავაკეთე? ვაიმე მეტი მცარმი და მოვიდე და მან დიდოს. იცი რას გიზავ? ჩაგწვდები მაგ ყანყრატოში ამო გადღლიზავ და გამუჯებ სამუდამოდ. აი ნახოთ. აბა ეს რა არის ძალიან მაინტერესებს. რა? აუ რა. რომელი საათია საერთოდ დავიყალე უკვე. აუ ორი დაიწყო. აი ეხა 6 საათამდე როგორ მოვასწრო ამის გარდა კიდე 5 პრეზენტაცია. ძირიც ხომ მინდა რა. რა იცი ამ კიდე მასწავლებელმა მე აღარ მიტაცხოვრება საერთოდ. ვეი შულო შენი ბრალია შენი. ღამის 2 საათზე რომ მოგიდება დაწერა. მთელი დღე წინ არ ქონდა? მაგრამ რას მოასწრებდი გენაცვალე? მთელი დღე TikTok სკროლავ და ფუსიქლის მღერი ხარ. რას მოასწრებდი? აუ კიდე საერთოდ შენი რა საქმეა? მე როცა მომიდება მაშინ ვიმეცადინებ. ვიცი ჩემი საქმე არ არის შვილო, მაგრამ რამდენი ხანია რაც ეგ პრეზენტაცია და გასაკეთებელი. მართალი ხარ, არ არის შენი საქმე. აჰა, ერთი თვია. მაგრამ არ აქვს ახლა მაგას მნიშვნელობა. ვაიმე, ესე გუშინ ვიყავი ის პოინტში რა. ხო და ერთი მოხუცი ქალი იყო, ერთი 80 წლის იქნებოდა, ხელში ეჭირა რაღაც ჩანთა. ხო და გვერდიდან გამოვარდა ვიღაც კაცი, ეგ ჩანთა გამოგლიჯა და გაიქცა რა. პოლიციამ კი ვერ დაიჭირა. მართლა, აუ ხო არის ეგ კადრი თვითონ ყველაზე კარგად რომელ კამერაში ჩანს. როგორც კი შეხვალე ის პოინტში, ხელმაჯრი როგორც გაუხვევ, მან ვიაყენია ჭერზე რაღაც დიდი კამერა. ესე იგი მივაგენ მის კოორდინატებს, ის ხორობს ორთაჭალაში. ესე იგი ვიპოვე TikTok-ის აკაუნთი, აი ეს TikTok-ის აკაუნთი. რანაირად კი მარა. ესე იგი Instagram-ის აკაუნთიც ვიპოვე, Snapchat-ი და Twitter-ი აქვს, TikTok-ის ბიოში მითითებული, YouTube არხიც აქვს და ოჰ, ვაჟბატონი თუმე სან-ფრანცისკოს პროექტის გადაყმაზე მუშაობს, ნახე რა. ესე იგი ფსიქოლოგიურ დარტყმა აქვს მიყენებული ამერიკის მთავრობისთვის. ასევე დაპროექტებული აქვს მიწისქვეშა გვირაბი თბილისი და კანდის საზღვრამდე, რათა საჭიროების შემთხვევაში მე პოლიციას გაიქცეს. ეს მონაცემები უკვე ჩაბრუნდე FBI-ის აგენტებს. ვაიმე! რა ვაიმე! ჩემს ახლა პოლიცია რატო დგას? დებილი რა გააკეთე ხა დროებით ხარ. ხო ის გადამიგზავნა ხო იცი შენ რო ისტორიის მასწავლებელმა ორიენტა გიწერა და მე მესამე სართულიდან გადააგდე ხალი. და ბოლოს კიდე ამაზონის ჯუნგლებში რო დატოვე ხეზე მიბმული. კამერა ბავშვი. მოდიში რა.
ვიდეოს ვეღარ დაწერთ. მასწავლებელი რომ მოდიოდა, გზაზე უნდა გადმოსულიყო და მანქანამ დაარტყა. ვაიმე, რა საშინელებაა ღმერთო. და საკონტროლოსაც ვეღარ დავწერთ, არ ვიცი რა. აუ გეხოთები შეგიძლია ნახო დღეს რამდენი გადუსია გამოცხადებული? დღეს, ესე იგი დღეს არის 80 ხო 80. 80 რა 80 კი მაგრამ რაღაცა გაქვს შეშლილი მაგ ტელეფონში. ეს ხო რა გინდა დღეს არის 80 degrees Fahrenheit. აიმე 26 გრადუსი. აჰა, რა 80 degrees Fahrenheit. ხო შეგიძლია ნორმალურად მითხრა. აუ ისეში მაგერ დაიკელი ხო? რამდენი კილო ხარ? ეხა ვარ ზუსტად 120 პაუნდი. 120? ვაფშე არ გეტყობა 50 კილოს მაინც გავხარ. რა 50 რო იყო, მაშინ ჩოჩხი ვიქნებოდი. მოიცა? 53 კილო. ხო შეგიძლია თქვა 53 კილო, რა 120 პაუნდი. აი და ესე სიმაღლეში რამდენი ხარ? სიმაღლეში ესე იგი 1-2 კვირის წინ გავიზომე და ვიყავი 5.7 ნაბიჯი. როგორ მელაპარაკება ჩემი ძმა მე? აიში გასიებულო ძროხაშენ, ხო ხედავ ვეღარ დადიხარ იმსის ქეხარ, ჰა? ციგნის გამოგდებულო მაწალწალა ძროხაშენ. დიგ ვაფშე ხამას ვის უტრია. და როგორ ექცევა ჩემი ძმა ძაღს? ბატონო ლაკი, დიხარ. სად იქნება ყველაფერი ხლა? აი თქვენი სადილი სულ რაღაც რამდენიმე წუთში იქნება ბატონო ლაკი მზად, აი ნერვიულო თქვენ. წესი ვაგუნიავე. იდიოტი ეს. დიახ ბატონო ლაკი ახლავე მოვათ. დედა ჩემის ერთი დღე. აუ დედა დამაცადე ვიდეოს ვიღებ. შვილო არ შეგიძლია სოდა დაუციო ხოლმე მაგ რაღაცას. აი მე მეგონი წლევა მამიწია. წყალი მაინც თავლიო რა ამბავია აქ. რა შეჭერ შვილო წყალს კი მარა. აუ დედა ეს წყალი დაუწყვიტე იმიტომ რომ რაღაც ვიდეოს ვიღებ და ხელს შემიშლიდა რა. აღარ შემიძლია. რა არის ბიჭოს რა უქენი საჭმელებს აწაიღე. მთელი საჭმელები ზალაში გამოვზიდე, იმიტომ რომ ვირთხის სისხლში ამოვლებული ლიმნის პილმენების სოუსი უნდა გავაკეთო. ვაიმე დედა რა ვქნა ეხა ჩემა ფოლოვერებმა მთხოვეს და არ შევუსრულო? აი გავიგე. რა სჭირდება? აუ დედა ტვერსასრუტი ვიდეოს ვიჭირდება და დაგიბრუნებ მე რა. მაინც მოვგავო, გადაჩერებინებ ტვერსასრუტს. ბობის ქსელები და აპლაპუდები რა. აუ დედა ეხა სხვა ვიდეოს ვიღებ და ეხა ცოცხი მჭირდება და ცოცხსაც დაგიბრუნებ. აბა რა ვაკეთო ტელეფონში? აუ ტელეფონი მათხოვე ვიდეოს საუნდი უნდა დავადო რა. უკეთ მეგობრებო, ეხლა ვარ თურქეთში და ჩემი ბიძაშვილები ამირჩევენ თუ რა ვჭამო თურქული საჭმელები. მაინც წინასწარ გეტყვით რომ ძალიან თული მჭამელი ვარ და რაც გასინჯული არ მაქვს თითქმის აი არასდროს არაფერი არ მომწონს. მაინც მოგამოდო. მიგოქა ლუკასთან. გავახილო? გაახილე. 3, 2, 1. ვიწყებთ პირველი ამ ფოთლებით. ეს ვარდისფერ რაღაცაში უნდა რა არის? აბა, არ მომწონს ესა. ეგ არის ეს რაღაცა, რა თქმა შირი. შირი. ეგ ქართველებსაც გვაქვს. ეს რა არის? ათიდან 5 ეწიაშობდა. მოდის ეს შირი, ეს შირია, მიცგავს. თუ დიარა ეს. 10-დან 9. გადავედით ზეთისხილზე, ლური, შავი, მწიფელი და ყვითელი ზეთისხილებია. ვიწყებთ ყვითლის. აი შემდეგი მოგდის წითელი. აი წინა შობდა, მაგრამ აი 7, 6, 10-დან რა. თუნარი ზეთისხილი არის ჩოლებრივია თუ რა ხო? რეგულარ. ზეთისხილები არ მიყვარს. აი შემდეგი მოგდის ეს თურქული ყველია. აი ეს. ყველე მაგრამ მაგარი განცი, აი ძალიან სამაგეოდ სიბითი მომწონს ხალხო და ეს რაღაც სასუსნაები რო აქვს, ყველაფერი მომწონს აბსოლუტურად. პროსტა ამ საჭმელებზე დიდად რავი რა გითხრა.
რა გჭირს ლუკა რა არის? არ ვიცი ტელეფონი დავკარგე მე მგონი ვეღარსად ვეღარ პოულობ რა სადან? მართლა სადაკარგე? ესე იგი ფესვი 16 შეფარდებული 4 ფესვი 5 მიმატებული 3 ფესვი 6 გამო ეს აბლაბუდები და ჭირი შეკიდე რა აუ კიდე ღია დამიტოვა ეს კარები რა წაიღეს უკვე არა ეხა ნახე ამას რა ვიყო ოი რასაკეთე ძლივს არ დავისვენე კი მაგრამ აქამდე სად ვიყავი ბებო მოდი ორ წამს აქ იცი რა მაინტერესებს შენ ხო ნოვატორში სწავლობ პროგრამირებას კი კაცო ნოვატორში პროგრამირებასაც ასწავლიან დიზაინსაც რავი ძალიან ბევრ ციფრულ პროფესიებს წითელი დღეა ტელევიზორი ვერ ჩავთე ვაწვევი ამ წითელი ღილაკს და ცოცხალი თავით არ ირთვება და იქნება რამენაირად გაასწორო ვარი ტენება წვენი წაიღო რა ვაი აუ დედა რამე სხვა გჭირდება დახმარება არ გჭირდება დარწმუნებული ხარ ვაი მე არ გჭირდება მეთქი შვილო ხო გითხარი კაი მაშინ წავალ მე ვიხარი ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ არის ამ სახში არაფერს ჯერ დაგიხმარებია ანუ ტიპი სერიოზულად უკვე ნერვებს მაწყუდავს ანუ ხო აღარ შემიძლია ადამიანი არის დრო ხან მოდის არ მიაქცევ ყურადღებას კაი არ მიაქცევ ყურადღებას რა შვები შვილო მეცადინეო? ბაბა რას მეცადინეო მაჩვენე? რას მეცადინეო და ფიზიკას. აუ როგორ მიყვარს ფიზიკა პროსტა. აი ჩემი საყვარელი საგანია პროსტა. თელ სოფლიოში ფიზიკაზე უკეთესი საგანი თუ არსებობდეს რა. ვაი მე ჩემი ჭკვიანი ჩემი. ეხა ესე კარგად რო იქცევი და ფიზიკას რომ მეცადინეო, წავიდე და ნაყინები ვჭამოთ. ხო მოდი წავიდე და ნაყინებს გიყრი. მართლა? მოდი ვარ. აჰა, სო მოვედი. აბა შემოდი და მითხარი როგორი ნაყინი გინდა, ხო მოდი. მოდი ვარ. ესე იგი მე მინდა სენდვიჩის ნაყინი. მე ბავშვთა სახში რატო ვართ? ვერიპოვე. ვერა გაუშვი ხელახლა ზარი. აუ ჩემი რა. დაფიქსირდა ხველება. ძალიან ხო თქვენივე უსაფრთხოებისთვის შეინარჩუნოთ სიმშვიდე. სპეციალისტები გამოგზავნილები არიან და რამდენიმე წუთში უკვე მანდ იქნებიან. თქვენ ავტომატურად გადაგზავნილი იქნებით 5 წლიან კარანტინში, ასე რომ ძალიან გთხოვთ შეაგროვოთ თქვენი ნივთები, რომლებიც ამ 5 წლის განმავლობაში გამოგადგებათ. კარანტინში თქვენზე ჩაატარებენ ექსპერიმენტებს და ჩაგიტარებენ ათასობით ტესტებს სხვადასხვა დაავადებებზე, როგორიცაა ვარდისფერი ძროხა, ღორის ფილტვი, აქლემის ჩლიქი, სპილოს ყანყრატო, იასამნისფერი შროშანი და სხვა ათასობით დაავადებები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გადაიგზავნებით ჩავი დელფინის ციხეში.
აუ ჩემი კაი რა. ხო გეუნები რომ არ გაკმეთქი ეს კიბიდი ტოილეტ რიზი რა. შენგან განსხვავებით ფანონთაქს ვიზლერი მაინც ავარ და მარდენ ეჯინგს გირჩევდა წახვიდე და მიუენგი დაიწყო. უყურე რამდენ საპარაკობს ეს ბეტა ბავშვი ეს. ჯერ რიზი ისწავლე და მე მელაპარაკე რა. ბეტა ბიჭო სიგმა მეილ ვარ მეთქი გეუნები ამდენი ხანი. არ დამარიზინო ეხა თავი. აი გეხոտები შენ ვინ უნდა დარიზო მიუენგი ვერ გისწავლე ელემენტარულ. ბავშვი ზადა საჭმელი. ოე. ზან ვარ გაბრაზებული შენზე. თვალებში მიყურე რომ გელაპარაკები. ნახე როგორ მიყურებს ეს საზიზღარი ბავშვი ეს. არა რო გელაპარაკები პასუხს რატო არ მცემ? ხმას რატო არის? რატო ხარჩუმა და რა ვიცოდი რომ რაღაცას მიმალავდი ვიცოდი. ო დედა ბოდიში მართლა. არა ნახე კიდე რომ მიპასუხება რა. ვინ მოგცა უფლება ენას რომ მიბრუნებ? ო რა გავაკეთო ვეღარ გავიგე. მეგობრებო ეხლა მოვიგდები სადღაც ჯურღმოში ვაფშე არაფერი არ ჩანს. ანუ ღამის 11 საათი და სადღაცა ჯურღმოში მოვიგდები მარტო ჩემი ტელეფონის გან. შენი ანანო შეხარ. დეპერი ხარ. რეიკი მეგონე გეფიცები გული გამისკდა. ვაიმე. და სუშავა ჩანდი. ვაიმე გული გამისკდა გეფიცები. კაი მოიცა. ვაიმე. ვიღაც ხალი იდგა ხალხო. კაბა უფრიალებს სიბძნეში გეფიცები. ცხოვრებაში აღარ წამოა მეორედ რა იყო კი მარა. აუ უფრო მაგრად მოაწექი რა ხო ხედავ არ მიდის ეს მანქანა რა. აუ მეც ვეღარ ვაწები დავიღალე უკვე. აუ მოიცა იდეა მაქვს. დედა. რა ჯანდაბა გინდა? რადა სანდრომ შენი საყვარელი ვაზა გატეხა და კიდე ძაღმა შენ ოთახში ხაიჩაზე მოისაქმა. ლუკა მოდი ცეცხლე საჭმელი. ხო წამოვა დამაცადე ორ წამს. აი არანაირი ორი წამი მოდი ეხა დროზე და ჭამე არ მაინტერესე. აბასად არის საჭმელი. ხო აი ეხა კარტოფილს ნახევარ საათში მზად იქნება. რა საკეთებ შენ დეგენერატი ეს? დედა ჩემი ადრე. აბა შვილო, აბა თქვი დედა. დედა. ოხ შენ გენაცვალე ჩემი ჭკვიანი, ჩემი ლამზირა მოდი ნახე. და დედა ჩემი ახლა. დედა. დედა. აუ დედა. დედა. დედა, 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 დედა. დედა. ნინო. დედა. 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 სანდრო წაი გინდა? ხოდა მოეთქრე მაშინ. მოდი. მიყურე, მოდი. მიყურე. ვახავე ხაო. შეხედე. ერთი. ორი. ხომეთქრე. გადავწულა. ეს არის 4 ნახევარი. შენ არის 5. არა, შენ იყო. შენ უზადად გეუნები ჩხუბეთ რა გაგაცალ. დადი ხა სამაინტერესო ძრო დადი. აუ, აშ. მოდი აქ. დედა! მშობლები უცხოეთში. აბა ადგა 7 საათი აღარ აპირება დგომა. დღევანდელი დღის რუტინა ესე დავალაგე. ესე იგი ხა ადგები დაიბან ხელპირის გამოიხეხა კობილებს. დილი 7 საათსა და 15 წუთზე შეჭამ საუზმეს, 3 საათსა და 45 წუთზე შეჭამ სადილს და 9 საათსა და 15 წუთზე შეჭამ ვახშამს და 10 საათზე დაიძინე. ვიცოდი არც ერთი წუთით არ გადააცდინო. შემოხვალ სამზარეულოში დაჯდები შეჭამ. ისოდი ტელეფონი არ ვნახო ხელშეღებული. თუ ჩამოგეთმევა ერთი კვირით. დამშობლები საქართველოში. აბა მოგიდუყე და ეს სალათი დაგიჭერე, შენ რო გიყვარს ეგრე ჩაგიჭერი ზუსტად. დი გამომართვი. ოღონდ არ გადაისხაზე. ესე იგი ეხლა ვარ სახლიდან გასასვლელი. ვიცი რომ ძალიან გიყვარს ტკბილეულებები და სასუსნაოები, განსაკუთრებით ღამის 3 საათზე. ხო და ამიტომაც შკაფში დაგიტოვე სასუსნაოები და რაღაც კაფეტები გიყიდე. ხო და ღამე გამოდი და რამდენიც კიდე ჭამე. შეგა წავედი, კოცნი. აუ გეხոտები შეგიძლია ნახო დღეს რამდენი გრადუსია გამოცხადებული? დღეს, ესე იგი დღეს არის 80, ხო 80. 80 რა 80 კი, მაგრამ რაღაცა გაქვს შეშლილი მაგ ტელეფონში. ეს ხო, რა გინდა, დღეს არის 80 degrees Fahrenheit. აიმე,
26 გრადუსი. აჰა, რა 80 დეგრის ფარენჰაით. ხო შეგიძლია ნორმალურად მითხრა. აუ, ისე მაგერ დაიკელი, ხო? რამდენი კილო ხარ? ეხა ვარ ზუსტად 120 პაუნდი. 120? ვაფშე არ გეტყობა, ერთი 50 კილოს მაინც გავხარ. რა 50 რო იყო, მაშინ ჩოჩხი ვიქნებოდი. მოიცა? 53 კილო. ხო შეგიძლია თქვა 53 კილო, რა 120 პაუნდი. აი და ესე სიმაღლეში რამდენი ხარ? სიმაღლეში ესე იგი 1-2 კვირის წინ გავიზომე და ვიყავი 5.7 ნაბიჯი. როდესაც ზედა შენსაცემად მოდის, მაგრამ შენ უკვე დამუღამებული გაქვს მისი სტრატეგია. ჩემი ერთი დღე სოფელში. ნუ დღეს გავიღვიძე ძალიან ადრე, დილის 6 საათზე, რადგანაც ძროხები მყავდა ბალახი საძოვრა წასაყვანი. ნუ დღეს ძალიან აცუნდრუკებულები იყვნენ ძროხები, არ შეიმჩნიო. სახში როგორც კი მოვედი, ძალიან მომშივდა და ვინაიდან რადგანაც სოფელში საჭმელი არსად არ იშოვება, ჩვენ ჭამთ ძროხის გადამწვარ ნაკელს და დასალევად ვიყენებთ კანალიზაციის წყალს. შემდეგ როგორც კი გავაანალიზე რომ ძროხის უნდა ვყარდი, მაშინვე შევარდი სააბაზანოში. როგორ მაძინებდნენ პატარაობაში? უი ბებო 11 საათი დაწყებულა, გვიანია, მოდი დავიძინოთ, ხო ეხა? აუ, არ მინდა დაძინება რა, არ დავიძინებ. აი ძალიან კარგადაც დაიძინებ რა. არ დავიძინებ. დაიძინებ. არ დავიძინებ. არ დავიძინებ მაინც. აიგრე, ხო? აი მე გუდიანი რომ მოვადე, რომ შევჭამს, მე არ დამაბრალო. გუდიანი მოვიდა. ძლივს არ დავაძინე ეს დეგენერატი ეს. აუ არ ვიცი მას დამავიწყა. ორიანი და ეხლა მე ყოე როგორ შევიტანე შენ ჟურნალში. ინგლისური თუ ესპანური? ესპანური. El que se mueve primero es gay. არ გაიძრე. ინგლისური თუ ესპანური? Baby, you got something in your nose. Sniffing that K, did you feel the hole? Hope you find peace for yourself. ის აუკაცავად დიახ გისმენთ. ჩვენი შეკვეთა რამდენის არის შეგიძლიათ რომ მითხრათ? 102 ლარია ზუსტად. გამომართვით. სამწუხაროდ 5 ლარი გაკდება. არ არის პრობლემა, თუ რაღაც მე გადავიხდი. არა კაცო, რა შენ უნდა გადაიხადო, რა პრობლემაა ეგ? აუ რა ვქნა ეხლა რომ არ მაქვს 5 ლარი. გოგოს ხარ გადავახტებინებ, სირცხვილია. აუ ის არის 2 წუთი დაგტოვებ რა, არ მოიწყინო რაღაც ბიზნეს თემაზე მირეკავენ, ხო ხდები? აი 2 წუთიდან მოვა. ხო, უკა ხომ შობა. ხოწები მიშულე რამე, გოგოს ლაპარი მას და 5 ლარი მაკდება. ჯო მაგარი იდეა მაქვს. იცაქენი, ბოქს კლუბს თუ გადმოიწე და პირველად თუ შეხვალ, მომენტალურად დაგერიცხება 5 ლარი სკულაფის ანგარიშზე. სო გადმოწერე სკულაფი და ეხლა რა ვქნა? რა უნდა ქნა სკულაფის home page-ზე. საჩუქრის ბანერზე უნდა გადახვიდე და საჩუქრის მიღებას დააწვე. სო ეგ არის. ძმახარი მე და ჯიგარი ხარ, მადლობა. ვერ მოვიდა. ოედი. და როგორ ჩაიარა შემოქოლმა? კარგად ჩაიარა ძალიან. უკაცრავა დარჩენილ ფულს ბარათის გადავიხდი რა. საქართველო. დიახ, აი გაატარეთ. დაადასტურდა. მადლობა. და მეთქი სო აქ დაეხატქო. ბაზარი არა მეც მაგას ვიზახე. ეს ხო კარგადაა. რა გჭირს კი მარა? არაფერი. რა არაფერი კი მარა. გააქცევ ლაპარაკი. მე ხوار გაინტერესებს. რა შუაში? მე ხო არავის არ ვაი. ეგ რა შუაშია გეხვეწები. გოგო დღეს ხო იცი ლიკა საჩანთა ეკეთა რა? What 1001 nights diamond purse. ღადაო ბრა. აუ ეგრე მეც მაგ მაგაზე უკეთეს ჩატები სახში, მაგრამ მაგაზე არ გამოვდივარ და არ მარიაჟობა აქ რა. თან მithumetes პატენტი იქნება, გიხვეწები სად ექნება მაგას მაგ. აი შენ ვაფშე რა შუაში ხარ? ხალხო ახალი ამბავი მაქვს, სამსახური ვიშოვე. რა მაგარია. აუ როგორ გამიხარდა არის? არა. რა მოხდა? ტელეფონი მიჭდება. აუ კაი მეღადავები, გული გამისვა. ხო რა. აუ ის ხოთა შორის მეც მიდოდა სამსახური შოვნა, მაგრამ შინ ძაღლი გარდა. აუ იზი არის. აუ შენ რა გიჭირს? მე ეგრე 2 თვის წინ ბებია გარდამეცვალა რა. ეს ხოთა შორის შაშან, ჩემი დიდი ბებია და ჩემი დიდი ბაბო გარდამეცვალა. რა გინდა, გადი ჩემი ოთახია. გადი ჩემი ოთახი და გადი. დედა! მაღაზიაში მიდიოდა, ყოყოლ ხარ გინდა. უი.
ისა ბაუნტი წამომიღე რა. კაი ხო. მადლობა. რა გინდა მოიხა მაინც? რა გინდა ჰა? რა გინდა რა საბა? ბიოლოგიის წიგნი შენ გა. ძმა რა საკეთე ბატონად მომიყარი ყველაფერი. ხადარი რა. სამი თადი უნდა გაშრობ. დებილი ხო არ ხარ შენ რებს საკეთე ძმა? რაღაცები არ დამისვა კაი. რას მი ესე იგი ვიდეო ვიქნებოდა ვიღაცები აშენდნენ ამ წრეებს ჩიფსების გამოყენებით. ვიფიქრე მე სხვა რა ვაშენო მეთქი. წიასა გაგაფრთხილებთ რომ ძალიან სუსტი ნების ყოფა მაქვს. ხო და ვიცი რომ ჩემ ნერვებს აიღებს ამის აშენება. მაგრამ anyways ვცადოთ მაინც ჩვენი ბედი რა თქმა უნდა ჩიფსებთან ერთად. გონი უნდა მეყოს. გავაგრძელოთ ამით აშენება. ჯერჯობებით აქამდე ვართ მოსულები. ახრიდან დავიწყე, იმიტომ რომ არ გამოდიოდა. არა. ცდა ნომერი აღარ მახსოვს. აუ რა დავიღალე. აი აშენება არ გამომდის და გემრიად მაინც შევჭამ. და 60, 780. აუ რა 20 ბაუსფული გამაკეთე და დრონი მომივიდოდა რა. აუ მე კიდე პულტია მანქანაზე მაკეთება 20. აუ ერთი ბაუს 5 ხამინდა და ეგ არის მექნება რა. ვიპოვე მომეცი ხარ მაიტესო შენი რატო ვერ გავიგე ჩემი ცალი შენი რატო ჩემი არ მაიტეს პირველი მე დავინახე პირველი მე დავინახე და სხვათა შორის მე მიდოდა აღება მაგრამ შენ დამახტარი და ეგ აწესია ვერ გავიგე დიახ ყურსასმენები მინდა ესე იგი 350 ბაუს ფული ზეს ხო ეხლა მოიცა ჩემი ბაუს ფულები სად გაქვს რა არ ჩემი არ არის ხო არა ეხა სახში არ ვარ გამოსული ვარ უგა და ხმადაბლა რა წესია რა რა იყო ხო გარეთ და აი ტიპა ეგრევე უარი მიახალა რამდენი ჩიფსი ვჭა გამაგებინე ხო გაგაფრთხილო რომ სტუმრები უნდა მოვიდნენ მაგათაც ხო დავაჭამო ეხლა დადა ეგ დროზე და არ დაგინახო ერთი გამი მაინც გიჭამია გასაგებია მე ხო აი აჰა დაგინახო ერთი გამი მაინც გიჭამია მოვინე სადაც ჩემი სტუმრებიც გამოვალაგოთ ჩემი ჩიფსიმები აუ რა დაერხა ამ ბავშვს პროსტა ლუკა ჩიფსიმები სად არის ხო გითხარი ერთი გრამით არ შეჭამობ არც ერთი გრამი არ შემიჭამია მართლა გეუბნები აი აუ როგორც იქია შევჭამე ხარ ჩოქობა ის დაწყნარებულად აურა დაერხა ამ ბავშვს. და ჩემი ორი შოკობაი რატო შემიჭამე? ცოტა შემჭამე ზან. და ცოტა თელი ქოქოსის კარამელის და კაკაოსი გადაგიძოვია და მაგაში მაინც დატოვე რამე მარწყვისაში. ეხლა დადე დროზე ხელი არ მოკიდო იცოდე. დად კაი გახსოვს მე კლასში საკონტროლო გადაგაწეინე და შინ 10-იანი მიიღე და მე 7-იანი. გახსოვს 2 წლის წინ შოკოლადზე რო ფული გაკეთებოდა და 20 თეთრ დაგემატე. გახსოვს დიდი საყვარელი ვაზა რო გატეხე და მე ჩემ თავზე რო გადმოვიბრალე და მე მეჩხუბნე. გახსოვს 7 წლის წინ კიდე ერთ კვერცხში რო სათამაშო მომივიდე და ზარო მოგეწონა. სამთვრაზე აწიეთ რომელიმე ხელი.
1 2 3 1 და 5-მდე აწიეთ მარჯვენა ხელი სამთვლაზე 1 2 3 დატრიალდით მარჯვნივან მარცხნივ ერთ-ერთ ფეხზე დაბალანსდით ადგილზე იცეკვეთ რაღაც ციფრის მოძრაობები გააკეთეთ 1-დან 10-მდე რამე ციფრი თქვით სამთვლაზე 1 2 3 დაასახელეთ რამე სპორტი 1 2 3 კიდეა სამთვლაში დაასახელეთ რამე საჭმელი 1 2 3 ვაშლი ვაშლი თქვა შვილო 10-დან 9 დაერთხო 10-დან 9 აერიკლემ ორიოს გვექნება 1000 გაგორება და წაგებულმა როვნავთას წაგებულმა უნდა ჩაისო შობაცები და ხალი და უნდა შეითხარე პირში სანდრო ბάνε მიკროფონი აუ სანდრო ინა პარაკი ის ხარ გადამგები ხარ კამერები რა ქვია ჩაბდა გამორთე ხარ ნელა მოიცა ორი ეთი ვაიმე გადაგა არც თქვენ ვაიმე არც მე ვაფშე არაფერი ამიშვერეთ ვაიმე ვაიმე იდი გადაიარება აქ უნდა გადავიარო ხა და იმედია ჩაიძირება ეხლა თქვენ უბრალოდ უნდა გადაიღოთ სელფი ზელატოსის ორ შეფუთოსა და ხალხო ესე იგი ბატი ბუდი დავატყე და ჩემო თახში შემოვიტანე რომ მე თქვი რამე ფილმს ჩაუჯდები თქო და დედა ვისი მანქანა აყენე ჩვენ ეზოში ჩემია დილას ვიყიდე მოიცა პორშე შენ იყიდე ხო ვიცი ლამბორჯინი მინდოდა აუ ეს ფეხსაცმელები მომიწონა ძალიან და ხო არ გამოვიწერო დედა $9 მილიონი ხო ვიცი ძალიან იაფია და ფაზაკლება ყოფილა თურმე და მე მგონი limited edition არის ლუკა გეხოწები მიდი კარები გააღე რა ჩამოვიდა მე მგონი როგორც იქნა ჩემი ბალენსია გავაღებ ეხლა და გეხოწები და $9 მოვცემ კევინა ვიყიდო აი შულა რატომ მეკითხები ხო იცი რომ არ მაქვს ფული რთული დროა აუ გოგო დღეს საერთოდ არაფერი არ მიმეცადინია აუ არც თქვენ ვაი მეც არ მიმეცადინია საერთოდ არაფერი არ მიმეცადინია წიგნი არ კი გადამიშლე გაგებაში არა დავალებები რა გვაქვს ვაფშე ჩათაც არ წამომიღია არაფერი არ წამომიღია მოკლედ ბავშვებო ეხა დავარიგებ საკონტროლოს ფურცლებს გრიგოლ ხანძთელზე ხო გახსოვთ აუ არ ვიცოდი არ მიმეცადინია საერთოდ არაფერი რა აუ ხო არც მე არაფერს რა მას მოვჩი რა მაინც დაწერა მას შეგიძლიათ დამატებით დავალებები რომ მოვცეთ აბა ბავშვებო ვინ მეტყვის რა რეფორმები გაატარა და ის ეკონომიკური რეფორმები გაატარა და მან იმპერიაში ფულის საერთო შემოიღო ეს იქ თავი მეფები მე ხაზარებადები მე ხაზარებები მე ხაზარებები და მე კანცლერის მოხლები მას ამ ყველაფერს გავაკეთე ასე პრეზენტაციების ბავშვი ყველაფერს ამაზეც გავაკეთე მას ამაზეც გავაკეთე და დამატებით წავლის გავაკეთე მას ადამიანს დაიუსის ქანდაკებაც გავაკეთე თიხისკენ და შევიღებ საღებავებით მოკლედ ბავშვებო გავასწორეთ თქვენი საკონტროლოები ეხა დაგირიგებთ ფურცლებს აი ლუკა ეს შენი აჰა შენს გამომართვი Why be on Gerard Chowchiva? Look at that. Look at actors. That was pretty no. Come with her, but I'm just my chamber to work with you. I'm sure this out here, Miss Hadino. არა შედარიძახდი ხვალე სამი საკონტროლო მაქვს და ბევრი მაქვს სამი სადინო ხო ხედავ ჩაგიშავდა თვალები მაგ ტელეფონის ჭერით და ეხა დაეგდები და დაიწყე მეცადინობა ზუსტად მე აღარ გამეორებინო ნახე კიდე ტელეფონი ხოთხოვი ადამიანი რომ დაალაგე ეს ოთახი რომ საღორეში აიჭიდე და ხო შეიძლება რომ გაიგო და დადოვებ ტელეფონი კიდე ჯოს დავიძინო ერთი ვერ ვიცინებ რა მე საათია ღამის 4 საათი და კიდე ტელეფონი უჭირავ შულო ღამე მაინც დადე ტელეფონი რომ ცოტა ძილი მაინც მიიღო ცოტა გამოშტერებული არ იყო მთელი დღე
ლუკა გეხოწები მაღაზიაში გამიგზავნე რა. ოუ არ უნდა მაგას რა გეტყვი ხარ თუნდაც წამოიღო და ჩაიწერე. ხინკალი ლოქოჯი და ქინდმანი ზღვის პროდუქტების ჩაშუშული შავი ნივრისა და ნაღების სოუსით ირმის კუჭმაჭი გულის ყველით აერბოთი იორკშირული პუდინგი კვერცხით ბეკონი კრემ-ყვავილითა და ქინძის შიგთავსით ტაფლოსა და ქინძის სოუსით და ცხარე შოკოლადი ჭარბის ხინკალი ყურძნის სანდუქსა და პინის შიგთავსით და პინის ყვავილი ჩაშუშული ტარტარი დამარინდებული კვერცხით გულთან და პომიდორის საწარმოებთან ერთად იმერული ხაჭაპური თხილის შიგთავსით და ჩაის კრემბული ლიმონის კრემით სიბირიმი ხახოსა და დამწვარი თხილის შეჭამანით ქვიშარის ბურგერის ქათმის ხორცით და გურული სოუსით გებულის ბუშჭი და ბრინჯის გარნისთან ერთად. აჰა გავმართვი ეს და რაც აქ შეება ხუდა შენი იყოს. რას მიყურებ? მე მგონი საჭმელები თავის თან ამოვლენ მაღაზიიდან. მე მგონი ლიფტში არ ცხოვრობთ. ნამახა უი სულ დამავიწყდა ბალენ ფეხით გახარ და პურიც ამომიტანე რა. Which lady going ვაღარ არის შაქარიც კიდე ლუკა ო აქარი აღარ არის და მიდი ჩაიბინე უცხო მაღაზიაში აუ მამა რო წავიდეს რა მოხდება საქართველოში მაინც არაფერს არ აკეთებს ო შეხო რას ამობ რა ტელეფონში არ იყო წავარდნილი მე მერცადინეო სხვათა შორის ტელეფონები ჭირავს ეგ იმას კი ანიშნავს რომ TikTok-ს ვქროლო მაინც და მაინც გია დამნაშავე რომელიც წითელი ცირკულარით იძებნება დავაშავი რა აი გეხოთები მიდი ჩაიბინე და ხურდა შენი იყოს აი მე მოიტანა ძლივ შაქარი HR მემუშავებოდა აი მე რა დაფრინავ შენი კარგი სანდრო ერთი წუთი ჩუმავ ვიდეოს ვიღე გაჩუნდი შენი კარგი მოდი დავიწყე მოდი იქიდან და მოდი მე არ ვიცი გიხოტები დედა სანდრომ შენი საყვარელი ვაზა გატეხა არა ვიდეოს ვიდეოს აუნი მიდე ჩვენი კიბის ქვეშაო რავი ჩვენგანი იხვი ჭუჭული შემოძრავდა თუ დაიჭირო გზაზე გაუშვ ხო და გოგო რავი ესეთი ამბებია რა ხო უიმე ეს შენი შვილი გოჩა არის აი მე გოგო არ ვიცი ესე იგი ტელეფონიდან ვერ ამოვაყოფინე ცხვირი მე თქვის უკთა არის გამოვიყვან მეთქი და აჰა რა თქინდა ჩაძირულია ისე ხო ჩემი შვილი ზუსტად ესეა რა უი გოგო აქ შენი შვილი დათო მოდიშვილო ჰამბურგერი გაგიცივდა არ მინდა ჰამბურგერი გამანები თავი რა დათო მოდიშვილო არ მოდი უი ქალო მე ვიცი როგორ და მოვაშორთ ეს ბავშვები ამ ტელეფონებს ხო იცი 31 ოქტომბერს ის პოინტში იმართება თურმე რაღაცა ჰელოუინის ივენთი რა ხდება ამ ივენთზე ხო და მაგარი გაფორმებები და რაღაცები იქნება თან გოგრებსაც გამოჭით და ჩვენს მოკედ მაგარ გავერთობით ვაიმე რა კაი რაღაც მითხარი ვაიმე გოგო ვაიმე ჩემი შვილი საწავიდა გოჩა დათო Вот так, ესე იგი ამის მერე დაამატებ ერთი სუფრისკოს თაფს და მოურევ და დალევ დღეში სამჯერ. აი ჩაგიწმიდავს თელ კუჭნაწლავს. გოგო ის ლუკამ რა ქნა ქიმიაში ჩააბარა გამოცდა? უი ქალო ეგ აღარც გამხსენებია, ნუ ჩააბარებ და აბარას იზავდა. ლუკა! დედი მოდი ორ წამ. ქიმიაში რო გამოცდა ქონდა რა ქენი? ქიმიაში ნუ ლუკა ქიმიაში რო გამოცდა ქონდა რა ქენი? ჩავიჭერი. ოდი და რა გავაკეთო ვერ ვიგებ ამ ატომ ბირთებს და პროტონებს და ნეიტრონებს და დამიჯავშნე გეხოწები ეჯარი გაკვეთილი მე კაი ამ ერთხელ გაპატიებ დაგიჯავშნე გაკვეთილს მეორედ რო გავიგო რომ რამე საგაში ჩაიჭერი შენი ხელით ჩაბარგდები და წახვას სახლიდან გასაგებია ხო იმედია დაგიჯავშნე ის მადლობა მოიცა ეგ რა საიტია რატო არ ვიცოდი აქამდე ზუვიჯი ქვია თვითონ ამ საიტს აი მე ისე ჩემს შვილს ძალიან უჭირს მათემატიკა და დაუჯავშნე გაკვეთილს რა და ისე ერთი გაკვეთილი არ ჩდება ერთი გაკვეთილი 16 ლარი ჭირს მაგრამ აი მართლა დამიჯერე ღირს რა ესე იგი დავისვენე რასაც ქვია ისე კარგად უხსნიან ყველაფერს ვაიმე
ეხლა გამახსენდა ლუკას მათემატიკაშიც გამოცდა ქონდა. ლუკა! ძალიან ვარ გაბრაზებული შენზე. თვალებში მიყურე რომ გელაპარაკები. ნახე როგორ მიყურებს ეს საზიზღარი ბავშვი ეს. არა რო გელაპარაკები პასუხს რატო არ მცემ? ხმას რატო არის? რატო ხარჩუმა და რა ვიცოდი რომ რაღაცას მიმალავდი ვიცხოვდი. ო დედა ბოდიში მართლა. არა ნახე კიდე რომ მიპასუხება რა. ვინ მოგცა უფლება ენას რომ მიბრუნებ? ო რა გავაკეთო ვეღარ გავიგე. დავის სიტყვე რასაც ქვია. ან კიდე საცხოვრო ბიჭო ძვლის მოგაგენი შემოვიარე მთელი საქართველო. რავი რა შვები როგორ ხარ ისე? რა ხდება შენსკენ ახალი? რავი ვა რა ნორმალური ესეთი არაფერი არ ხდება. ო ყავა ზადო თუ ჩაის? ყავა იყოს. მეც ეს რა ქვია ყავა დევს კუხნაში მეორე შკაფში შეგია წახვიდე და მოვდუღო. აი აღარ მინდა. აბა ისე როგორ მიდის სწავლის საქმეები უნივერსიტეტში, აბა როგორ მოიწყვე? ლუკა უი რავი რა უნივერსიტეტის სწავლა ძალიან რუტინული მიდის მოკლედ ყველაფერი და შენს კი რა ხდება გავიგე ნოვატორში დაგიწყია სწავლა მე სხვა და შორის ნოვატორში ძალიან კარგად მოვეწყე ესე იგი ეხა ციფრულ მხატვრობა შევისწავლი რა პრაქტიკებსაც გავდივარ ცალკე HR მემუშავება ზუსტად ვიცი როგორ მოვაწონო გასაუბრებაზე თავი დამსაქმებას ცალკე სტაჟირება ინგლისური ენის ლექციები ხო და მოკლედ ესე რა ფაიზინა ამ ბავშვს